რატო უფასურდება ყველაფრის ფასი და რა უნდა გააკეთო შენ ამ მომენტში? მეგობრებო, ამ ვიდეოში გაიგებთ ყველაფერზე პასუხს, თუ რატო უფასურდება ბაზრები, რა შეიძლება მოხდეს, რა ხდება საერთოდ და რა უნდა გააკეთო შენ იმისთვის, რომ ამ ყველაფრისგან მაქსიმალური მოგება და მინიმალური დანაკარგი მიიღო. მოდი დავიწყოთ ეგრევე მეგობრებო და პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა და რა კითხვასაც ვსვამ ხოლმე ყოველთვის, ანუ ამ ესეთ რაღაცეებზე ხო ძალიან ბევრი ვიდეოები მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ეხლაც დავარდნილზე, ანუ აფეთქებული მაქვს inbox, Instagram-ზე, TikTok-ზე, WhatsApp-ზე, Discord-ზე არ აქვს მნიშვნელობა, ყველას აუცილებლად კი პასუხებთ, მაგრამ ერთდროულად ვერ ვასწრებ, მაგრამ აუცილებლად კი პასუხებთ. მაგრამ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ხდება ხოლმე და ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს ვამბობ. აი მე მაქვს თქვენთან მართლა სერიოზული, უსერიოზულესი შეკითხვა. რაში გაინტერესებთ ნიუსი და რაში გაინტერესებთ მიზეზი თუ რატომ დავარდა გარკვეული ასეთი? გინდა იყოს ბიტკოინი, გინდა იყოს კრიპტო ავიღოთ მთლიანობაში, აქციები ავიღოთ, მეტალები ავიღოთ. აი მოდი მართლა გეუბნებით, სრული სერიოზულობით გეუბნებით, აზრზე არ ვარ, ბაზარზე რა მოხდა, არც ვიცოდი ამ ხელა კორექცია თუ იყო, როდის მივხვდი იცი კორექცია რო იყო. როცა notification-ები მომივიდა, რომ your buy order is filled. მაშინ გადავხედე, გამიკვირდა, what buy order-ი, ჩავხედე, მართლა buy order-ი შემისო. გადავედი ჩარტებზე და რას ხედავ? ვერცხლზე 30%-იანი გაუფასურება, ოქროზე 10%, კრიპტოზე 3.4%, ყველაფერზე გაუფასურება, მე შემივსო ორდერები. აი სრული სერიოზულობით გეუბნებით, ეხლაც არ ვიცი რა მოხდა, რა ნიუსი იყო, ვინ გამოვიდა, ვინ რა თქვა, შემიგაშენ. არაფრის აზრზე არ ვარ, მაგრამ მოდი დავუკვირდეთ ეს რაღაც ორდერები ხო შემივსო. და რა მნიშვნელობა აქვს, როცა შენ იცი, რომ სადღაც ორდერები უნდა შეგევსოს, ხო? ან რაღაც ნიუსი იქნება, ან რაღაც იქნება, ეს იქნება, რაღაცას ხო უნდა დაბრალდეს. ეხლა ვინც არ იცის რა არის ინვესტიცია, ვინც არ იცის რა არის ტრეიდინგი, ყოველთვის ყველა ეძებს პასუხს, რომ აი რატო დაეცა და ყველა ძლებს რომ რაღაც ნიუს დააბრალოს, აი ცუდი ციფრები გამოვიდა იქიდან, ტრამპმა ის თქვა, ირანმა ეს, ანუ ყოველთვის ყველა ეძებს რაღაც მიზეზს, რომ გაამართლონ თავიანთი დაუდევარი შეცდომა და რას გულისხმობ ამ შეცდომაში. ძალიან ადვილი მაგალითი რომ მოვყოთ მეგობრებო და სამ გადავალ ამ მაგალითზე, მოდით ერთ რაღაც აი ძალიან ადვილ მაგალითს მოგიყვანთ და თუ თქვენ ამას ვერ გაიგებთ, ვერასდროს ვერ გახდებით წარმატებული ინვესტიციებში. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ინვესტიციებზე და არა ტრეიდინგზე. შემდეგ გადავალ და ჩარტებზე განვიხილავთ ყველაფერს, რა უნდა გაგიკეთებინა და რა შეიძლება ახლა ჯერ კიდევ გააკეთო, მაგრამ როცა მე ვსაუბრობ თანხებზე, ინვესტიციაზე და ასე შემდეგ, ანუ ყველა ცდილობს, რომ დაბალი თანხით გააკეთოს დიდი ფული, $100-ით გააკეთოს 5-10x და ერთ ჯერზე გააკეთოს დიდი ფული, მაგრამ ესე არ ხდება. ნახეთ ხლა რა ხდება, მეგობრებო, ჭადრაკი მიყვარს ძალიან. პროფესიონალი მოთამაშე არ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს, ყოველ საღამოთ ვთამაშობ ხოლმე თითქმის, ანამ დავიძინებ, რომ შემიტვინე ცოტათი გადავტვირთო, ისედაც გადავტვირთული, მაგრამ კიდე გადავტვირთო და უფრო გემრიელ დამეწონოს. შენ შეიძლება შენი კაპიტალით არ ხარ ეს და ვერ იყო კიდე დიდი ხანი, მაგრამ შენ ხარ ეს პაიკი, მაგრამ შენ ფიქრში არანაირად არ ხარ შეზღუდული. ერთადერთი შენ რაშიც ხარ შეზღუდული არის სულებში, არის ძალაში, იმიტომ რომ ამას უფრო დიდი ძალა აქვს. ამას უფრო ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ის თუ დაიღუპა მორჩა თამაში, მაგრამ ეს პაიკი შეზღუდული არის მოძრაობებში. ახლა ჩვენ ინვესტორებზე რო გადმოვიტანოთ, შეიძლება შენ შეზღუდული ხარ კაპიტალში, მაგრამ შენ არ ხარ შეზღუდული აზროვნებაში. შენ შეგიძლია ზუსტად ისე იაზროვნო, როგორც მაგალითად აზროვნებს მეფე. ეს დიდი ფიგურა ჭადრაკში და რას გულისხმობ ამ ყველაფრით. არ აქვს მნიშვნელობა შენ წელიწადში 5, 10, 15%-ს გააკეთებ $100-ზე თუ $100,000, თუ შენ თავს დაუმტკიცებ, რომ ყოველთვიურად გარკვეული რაღაც პროცენტი კონსისტენტურად შეგიძლია გააკეთო შენ ინვესტიციაზე, მაგ შემთხვევაში შენი კაპიტალი გაიზრდება და უფრო და უფრო დიდი კაპიტალით, უფრო და უფრო დიდ მოგებებს დააფიქსირებთ. ზუსტად ეგ ხდება ახლა ვედეცია საფულეში, მეგობრებო, ისე ძალიან გაიზარდა ვედეცია საფულე, ისე დავაფიქსირე მოგებები, ისე ვიყიდე, ისე ანუ იმ ვედეცია საფულეში შემივსო ისე ვერცხლის ორდერები და Instagram-ზე გქონდა დადებული, თუ არ ყავართ Instagram-ს გამომიწერეთ, რომ ვერცხლს ვყიდიდი და დღესაც დავდე სკრინშოტი თუ იმ გაყიდული ვერცხლით, გაყიდული თანხით როგორ გადავიტანე კეშში და როგორ ვიყიდე კიდე, როგორ შემივსო ორი ორდერი
ვერცხლზე. ანუ ეს მინდოდა თქვენთვის მე თქვა, რომ თქვენ შეიძლება პატარა კაპიტალით, მეც პატარა კაპიტალი მაქვს, არ ეგონოს არავის რომ მილიონები და ტრილიონებით ვაჭრობ, ყველა საიდანღაც იწყებს, მაგრამ ანუ ეს თანხა თანათან იზრდება და სანამ შენ არ შეიცვლი შენ ლოგიკას, შენ აზროვნებას და არ დაკმაყოფილდები იმით, რითიც უნდა დაკმაყოფილდე და აუცილებელი არის რომ მაგათად მოგებები დააფიქსირო. მანამდე შენ ვერ გეხება შეეხება უფრო დიდ კაპიტალთან. ამიტომ მინდა რომ ეს რჩევა კარგად გაითვალისწინოთ. და ეს რჩევაც მოდის იქიდან, იმიტომ რომ ისეთ კითხვები მოდის საზოგადოებიდან, რომ მინდოდა ეს ყველაფერი თქვენთვის მეთქვა, იმიტომ რომ ესეთი გრძნობა მაქვს, რომ ყველას უნდა ძალიან პატარა ფულით გააკეთოს ძალიან დიდი თანხა, რაშიც მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, იმიტომ რომ ყველა ეგრე იწყებს, მეც ეგრე დავიწყე. დღესაც დიდი სიამოვნებით, ეხლა მაგალითად ვერცხლზე გავაკეთე მაგალითად 3.5x ფიზიკური და ონლაინ ინვესტიციები რო შევადავთ ერთმანეთს, ხო, მაგრამ მე დავაფიქსირე გზადაგზა მოგება, ხო არ დაველოდე იმ 3.5x გავაკეთე ჩემი ვერცხლის რაღაც პატარა ნაწილზე, იმიტომ რომ როცა მაგაკეთე 1x-ი 120%, 200% და ასე შემდეგ, მე გზადაგზა გავყიდე და რაღაცა დარჩენილი ნაწილი 80%, 70%, ნუ იმაზე გავაკეთე უფრო დიდი მოგება, ხო? ჩვენ წინასწარ არავინ არ არის ბაზარი რას გააკეთებს, მაგრამ ყველა ვიცით რომ აუცილებლად უნდა დააფიქსირო, როცა შენ იცი რომ ბაზარი არის, მაგრამ უბრალოდ დააფიქსირე მოგება. იქ არანაირი კითხვა უნდა დაისვას, უი დავაფიქსირო, არ დავაფიქსირო, იქნებ კიდე გაიზარდოს, თუ კიდე გაიზრდება 80% ისევ პოზიციაში იქნები და თუ კიდევ გაიზრდება, კიდე დააფიქსირებ მოგებას, ხო, ანუ ამაში არანაირი პრობლემა არ არის. და რატო ამობ მე ახლა კიდევ რომ მინდა ისევ იმას შევეხო, რომ სულ არ მაინტერესებს, აი ერთი ეხლაც არ ვიცი და არც გადავალ და არც მაინტერესებს ნიუსებში რა ხდება, იმიტომ რომ მე ჩარტებზე რასაც ვამბობდი, რომ ეს მოხდება და ამას ველოდები, ზუსტად ეგ მოხდა, ზუსტად ეგ ხდება და ეხლა ვიღაცის ნიუსებით მოხდება თუ იმით მოხდება თუ ამით მოხდება, ამის არანაირი ინტერესი არ მაქვს, თავარია რომ მოხდეს ის, რაც მე მინდა რომ მოხდეს და მოდი გადავიდოთ ახლა მეგობრებო ჩარტებზე. სხვათა შორის TikTok-ზეც თუ არ ყავართ მეგობრებო, TikTok-ზეც გამომიწერეთ, იმიტომ რომ TikTok-ზე მქონდა შორტი გაკეთებული, აი წარმოედგინეთ მეგობრებო. აი ამაზე მეტი რა უნდა ვილაპარაკო, ფასი იყო სადღაც აი აქ და მე ვთქვი რომ აი აქ ხო არ ვიცოდი ეს კორექცია რომ მოხდებოდა რა, ფასი იყო აქ და მე ვთქვი რომ ანუ გადატვირთული არის ძალიან ბაზრები, ძალიან დიდი FOMO არის, ძალიან დიდი პანიკა არის, ჰაიპი არის და ვამბობდი რომ ყველანაირი ასეთი არ აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება, ყველაფერი აკეთებს კორექციას. მე მაგალითად მოგება დავაფიქსირე აქ, რაზეც ჩავწერე კიდევაც ვიდეო და აქაც დავაფიქსირე მოგება. წარმოიდგინე ახლა მე აქ ხო არ უნდა მეტირა რომ ამის იქით კიდე 30% გააკეთა, 30% მეტი გააკეთა ვერცხლს, ანუ ხო არ ვიტირე რომ აი ნეტა არ გამიყიდა და აქ უფრო მეტ მოგებას დავაფიქსირებ. ხო ეს უკვე იქნებოდა სიხარბე. მე აქ გავყიდე მაგალითად რაღაც 20%, აქაც გავყიდე 25% და დამჭო 50% და ისევ ძალიან დიდ მოგებაში ვარ და აქ დაფიქსირებული მოგებით, რა გავაკეთე მეგობრებო? კი ბატონო, სწორედ გამოიცან. აქ ვიყიდე და აქ ვიყიდე. ამის სკრინშოტები დევს მეგობრებო Instagram-ზე. მაგრამ მომავალ კვირაში დაიდება ვენეციას უბდეიტი, სადაც ახალ ტყუსაც განახებთ, რომელიც ყველასთვის უპასო იქნება, იქაც განახებთ ამ ყველაფერს და ამორდებს, მეგობრებო. ან ნახეთ ხლა რა ხდება, აქ შენ გახდი ჩემი ლიკვიდობა 100%-ით, ვიცი, იმიტომ რომ შენ აქ იყავი ჰაიპში და დავიცა აქვი იმას აქ ვერცხლი, ამას აქ ვერცხლი, კიდე გაიზრდება ისაუიესა და შენ იყიდე, როცა მე გავყიდე, ხო? რა მოხდა, შენ გახდი ჩემი ლიკვიდობა. ნუ მე შენ ჯიბეს ჩავყავი ფული, ამოვიღე, ჩავიდე ჩემ ჯიბში. შენ ჯიბეს ჩავყავი ხელი, ამოვიღე ფული, ჩავიდე ჩემ ჯიბში, ხო? იმიტომ რომ მე რო გავყიდე მეორე მხარეს ვიღაცამ ხო უნდა იყიდოს და ყოველთვის ამბობ რომ დაიმახსოვროთ ეს წესი. არ ყიდულობ მწვანეზე, არ ყიდი წითელზე. ეხლა ერთმა მითხრა რომ აი უკვე ფასი აქ იყო და აი დავაგვიანე ყიდვა და მოდი იქნებ ეხლა დავაგვიანე გაყიდვა და იქნებ აქ გავყიდო. რაღაც ნაწილი მოგება დავიფიქსირო. აქ უკვე დაგვიანებული ხარ, აქ მე პირიქით ვიყიდე. ეხლა ნახეთ, ისევ TikTok-ის ვიდეოზე რო გადავიდეთ, ან ფასი აქ იყო, არ ვიცოდი, ხო კორექცია გაკეთებოდა. თქვი რომ პირველი ყველაზე აგრესიული რეტესტი იქნებოდა აქ და ხედავთ კიდევაც მეგობრებო, რომ რამხერა ჰაიპია და ანუ აქ ხედავთ რომ აქ იყო ყიდვის ორდერები და ეგრევე წავიდა, მაგრამ ყიდველები არიან დაინტერესებული აგრესიულად. აქაც ხედავთ თუ როგორ აგრესიულად იყვნენ ყიდველები დაინტერესებული. რა ვქენი მე ზუსტად აი აქ ვიყიდე $1000, 1000 ევროთ უკაცრავად და აქაც ვიყიდე 300 ევროთ. თუ კიდე წამოვიდა ქვემოთ, კიდე მაქვს 200 евро, რომ აი აქ ქვემოთ ლიკვიდობაზე კიდე ვიყიდო. ანუ ზუსტად იგივეს ვამოვიდი TikTok-ის მეგობრებო და არავის არ ეჭირა, როცა ფასი აქ იყო, არავის არ ეჭირა, რომ ვერცხლს შეძლო გაეკეთებინა რაღაც 20%-იანი კორექცია და მე სუმთლიანობაში გაეკეთებინა 30%-იანი კორექცია, ანუ უფრო მეტი. All-time high-დან რომ გავსაზღვროთ ახლა მეგობრებო, ნახეთ რამდენი 40%-იანი კორექცია გააკეთა ვერცხლს.
ეხლა რა ხდება? მე ვიყიდე, ხო და რა ხდება იმ შემთხვევაში რომ ყიდულობ. ისევ ეხლა ქვემოდან რა თქმა უნდა არ უნდა გაარტყა, ანუ ამის იმედი არც უნდა გქონდეს, მე ვიყიდე საშუალოდ აი აქ, ხო? მოდი აქედან რომ გავზომოთ all time high რომ გატესტოს, ისევ 50% მოგებაში ვიქნება, ანუ რა ინვესტიციაც მე ახლა გავაკეთე, დამატებით კიდე 50% მოგებაში ვიქნები და ის ზუსტად ეს არის მეგობრებო, თუ სად კეთდება ფული, ზუსტად ეს არის, თუ სად უშვებ შენ შეცდომას, რატო არ ხარ შენ წარმატებული ინვესტიციებში და რატო ვერ გახდები იქამდე, სანამ შენ ამ შეცდომებიდან არის სწავლი, თუ შენ ამ შეცდომას უკვე მეათეჯერ იმეორებ ბოდიში და აზრი არ აქვს, უბრალოდ თავი უნდა დაანებო ინვესტიციას. ტრეიდინგში ამას ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ტრეიდინგი სულ სხვა სპორტი არის, ტრეიდინგში შეცდომები უნდა დაუშვა და ანუ სხვანაირად უნდა მივდგე, მაგრამ ინვესტიციაში ესეთი რაღაცები ყოველდღე არ ხდება, ხო? ამიტომ მე-10ჯერ და მე-15ჯერ თუ ვშვებ ამ შეცდომას ინვესტიციაში, ან თავი უნდა დაანებო, ან უბრალოდ შენ თავს უნდა უთხრა მკაცრად, რომ ოკეი, დღეიდან უკვე მე სხვა ტაქტიკას მივყვები. ნუ რა შეგვიძლია ახლა ვერცხლზე ველოდოთ მეგობრებო, ისევ და ისევ უნდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება ნიუსებში, აი საერთოდ არ უყურებ და არც შევეხები. იმიტომ რომ მართლა არ მაინტერესებს, ნუ ვერცხლმა გააკეთა იდეალური კოლექცია, ამ ბოქსში შემოვიდა, შეიძლება ახლა კიდე წამოვიდეს და აქედან წავიდეს მაღლა, ანუ ხედავთ რომ აქ ქვემოთ არის კიდე ლიკვიდო ბასაღები, შეიძლება აქ ჩამოვიდეს და აქაც ვიყიდე 200 ევროთ, თუ არ და ის 200 euро შემრჩება და სხვა რამეში გავაკეთებ ინვესტიციას. რაც შეიძლება ახლა ოქროს და oh my god, მგონი ჩემი ტრეიდი ეთერიუმზე იდეალურად მიდის. მალე take profit ერთიც დაფიქსირდება. ორი ტრეიდი მქონდა აქ სხვათა შორის მეგობრებო აღებული, ერთი მქონდა აგრესიულად, ხედავთ რომ ესეც იყო იდეალური ტრეიდი, ახლა უბრალოდ გადავედი, I'm so sorry, მაგრამ უბრალოდ განახებთ, ამაში გავისტოპე, მაგრამ ამაში უკვე ამის გასტოპილსაც გავათანაბრებ და კაი მოგებაშიც დავრჩები. ნუ აქ ხედავთ რომ არც ეს იყო ცუდი ტრეიდი, იმიტომ რომ აქ იყო ინტერაქცია, მაგრამ ეს უფრო აგრესიული იყო, ეს უფრო დეფენსიური იყო. მოკლედ გავაგრძელოთ ახლა ოქროზე, რა ხდება ოქროზე, ოქრომაც გააკეთა ძალიან კარგი კორექცია. ნუ ხედავთ რა მხილავი კი გააკეთა. ოპა, 17%-იანი თითქმის. სხვათა შორის ოქროს აქვს კიდე ქვემოთ გასატესტი ადგილები, ანუ ხედავთ რომ ეს იყო კაი გასატესტი ადგილი, ეს იყო კაი გასატესტი ადგილი თავის ლიკვიდობებით. ეს არის კაი გასატესტი ადგილი და ეს არის კაი გასატესტი ადგილი. ნახოთ, ჩამოვათვალა აქ. მე ხედავთ რომ მე აქ მიყენია ჩემი notification-იც. ნუ მე ოქროში არ ვაკეთებ ინვესტიციას, მაგრამ მაინც მიყენია. რა იცი რა ხდება, ანუ შესაძლებელი არის რომ ფასი აქამდე ჩამოვიდეს. ყოველი კორექცია არის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას თუ არ იყენებ, არ ვიცი რას აკეთებ შენ საერთოდ ინვესტიციაზე და მოდი ახლა გადმოვალისებ უკან. კიდევ ერთი რაღაცა თქვა მეგობრებო, საერთოდ არ უნდა გაინტერესებდეს კიდევ ერთხელ ნიუსები თუ შენ რაღაცაში აკეთებ ინვესტიციას long term-ზე, თუ long term-ზე აკეთებ, ანუ შენ ხო იცი რომ ვერცხლი იყინება ინდუსტრიულად, არის დეფიციტი, bla 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 bla, აკეთებ long term-ზე ინვესტიციას, ანუ შენთვის აზრი არ უნდა ქონდეს ხვალდაზე გაუფასურდება თუ გაძვირდება. პირიქით, თუ გაქვს ფული და გაუფასურდა, შეგიძლია დაამატო, მაგრამ ანუ ამაზე საერთოდ არანაირად არ უნდა ინერვიულო. გადავედეთ ახლა მეგობრებო, ყველასთვის საინტერესო კრიპტოზე. რა ხდება კრიპტოზე? ნუ კრიპტოზე მქონდა ახლა ბიტკოინზე რო ვთქვათ. ვინც უყურა წინა აპდეიტებს, თქვი რომ აქ იყო რენჯი, შეიძლება ის რენჯის მაგალითად მხარე რო დავარიჯექტეთ, ეს მხარე რო დავარიჯექტეთ, ყოველთვის ამბობ რომ როცა რაღაც არიჯექტებ, მეორე მხარეს წახალ გასტესტად. ხედავთ რომ აქ გავტესტეთ. ხედავთ რომ ეს ლეველი ეს low ჯერ კიდევ არ დაგვიკარგი, ანუ ამის მაღლა 0.5 თეთრითაც თუ დავხურეთ, მაინც ესე თქვა ლეველი შიგნით ითვლება და არ არის დაკარგული. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ამ price action-ში საერთოდ ვერ ხედავ მე ახლა პოზიტივს, მაგრამ ანუ განხილული მქონდა რომ აქ კიდე ლიკვიდობა იყო დარჩენილი და ზუსტად ეს ლიკვიდობა გაიტესტა მეგობრებო. გადავიდეთ, აი აქ იყო უფრო double time frame-ზე თუ გადავალთ, აქ იყო ლეველი გასატესტი, ნუ ეს გაიტესტა. ნახოთ ახლა რა სიზავს, ანუ ეს დავარიჯექტეთ, დღეურზე უნდა ნახოთ ახლა კიდე როგორ დაიხურება და ხვალინდელი დღეც იქნება ძალიან აუცილებელი. ხვალინდელი დღე კაი მწვანეში თუ დაიხურა, ნუ მაგ შემთხვევაში ისე დავარიჯექტებთ ამ ლეველს და სრულიად შესაძლებელი იქნება გავტესტოთ ისე
90k level-დან ამ 90-ს თუ გავარღვევთ, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამასაც უკვე ადვილად გაარღვევს და წავა მაღლა, იმიტომ რომ ლიკვიდობა გვაქვს მთლიანად ქვემოთ აღებული უკვე, ამაზე ქვემოთ ვეღარანაირ ლიკვიდობას ვერ აიღებ, მაშინ უფრო ქვემოთ უნდა გააკეთოთ ტესტები და მაგ შემთხვევაში განვიხილავთ უკვე $77,000, განვიხილავთ უკვე $70,000, $63,000 და ასე შემდეგ. მაგრამ ჯერჯერობით მაგ ლეველებზე ფიქრი ძალიან ადრე არის, რომ ნახოთ აქ დაიკარგება თუ არა ეს ლეველი, მაგრამ ეხლა აქედან თუ წამოვედით მაღლა მეგობრებო და გავარხვით დღიურზე ეს, მაგ შემთხვევაში პირიქით ეს იქნება ძალიან სიძლიერის მომანიშნებელი, მით უმეტეს ხვალინდელი სანთელი ძალიან დიდ წონაში თუ დაიხურა ეს იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ყიდველები აქ არიან მზად შესაწყიდად ამ ასეტის და ესეც თუ გავარღვევთ, ეს იქნება მარწყვი ტორჯი, ეგრე იძახიან ხოლმე. იქნება ძალიან დიდი პოზიტივი და სავარაუდოდ ჩემი აზრით მე უკვე ამ ლეველის ადვილად გარღვევაც ეს უკვე ჩემი ბაიასია, რომელსაც არ უნდა დაუჯეროთ, ეს უბრალოდ მე მგონია, რომ ამას თუ გავარღვევთ, ამის გარღვევაც ძალიან ადვილად მოხდება, იმიტომ რომ ახალი სიძლიერით, ახალი საწვავით, ახალი ინვესტიციებით, ახალი თანხით შევეცდებით ამ ლეველის გარღვევას და შემდეგ უკვე ეს ლეველის თუ გავარღვევთ, მეგობრებო, შეგვიძლია რომ უკვე ასაც დავუმიზნოთ და ჩვენი პროფიტები უკვე აქ დავაფიქსიროთ და დანარჩენი კიდე გავუშვათ სადაც წავა. სხვათა შორის ახლა ეთერიუმი უფრო ძლიერად გამოიყურება. მოიცადეთ, ნახოთ. კი, ეთერიუმი დღიურზე უფრო ძლიერად გამოიყურება, იმიტომ რომ დღიური რომ ავიღოთ, ბიტკოინმა დღიურის ქვემოთ არის კიდევ სანთელი, აი ახლა უცბად გადავიდეთ. აი ნახეთ, ეს არის დღიული ლეველი და ძალიან ცუდად უფრო ცუდად გამოიყურება ვიდრე ეთერიუმი, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ორივე ძალიან ცუდად გამოიყურება. ეთერიუმმა ესეც რო დახუროს სანთელი, დაკარგულში არ ითვლება, მეორე სანთელი თუ ამ ლეველის მაღლა დახურა, მაგ შემთხვევაში გადარჩენილები ვართ, მაგრამ ეს შემდეგი სანთელი, ან მეორე დღის სანთელი ამ ლეველის ქვემოთ თუ დაიხურა, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გავდესტავთ $2,400 და შემდეგი ლეველები იქნება ეს რა ლეველია, $2,200 და $1,940 პლუს მინუს, ანუ ბოქს დავხაზავ აქ და იმ შემთხვევაში თუ ეს ლეველი გაიდეს და მაშინ ჩვენ უკვე ვედეცია საფულეში შევეხებით ჩვენ cash პოზიციას და cash პოზიციას გადმოვიტანთ ეთერიუმში და ნახოთ ბიტკოინი სად იქნება, ბიტკოინში სავარაუდოდ რაღაცა ნაწილს გადმოვიტანთ, იმიტომ რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა ეთერიუმის ყველაზე იაფად შესყიდვა, არ ვიცით ამის მერე გვექნება თუ არა კიდე შანსი რომ ეს იაფად შევისყიდოთ ეთერიუმი. მე ვიყიდი, მაგრამ ჯერ მაგისთვის რა თქმა უნდა ბევრი რამე უნდა მოხდეს, ბევრი ლეველი უნდა დაიკარგოს და ეს ერთ დღეში და ორ დღეში რა თქმა უნდა არ მოხდება. ეს არის მეგობრებო ჩემი ხედვა ბიტკოინზე, ოქროზე, ვერცხლზე, საერთოდ ბირჟებზე, ნიუსებზე, ეძებთ რაღაცა. თუ შენ რაღაც კონკრეტულ ასეთში ხარ long term-ზე, ეძებ რაღაც მიზეს თუ რატო დავარ და რატო გავაფასებ. გქონდეს უბრალოდ შენი გეგმა და მიყევი მაგ გეგმას და ეგ გეგმა არის long term-ზე. თუ ყიდულობ დეციას ან სხვა რაღაცით თუ ყიდულობ, დეციაზეც კიდე ცალკე ვიდეო მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ მე დეცია ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ თუ შენ ჩართული ხარ შენ ინვესტიციებში, შენ ესე ვთქვათ, შენი ესე ვთქვათ, ფინანსურ განვითარებაში, მარტო დეცია, არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო უნდა დავართმო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ხო, მოკლედ მეგობრებო, იმედია დაგაწყნარეთ, არაფერი სანერვიულო არ არის, ესეთი რაღაცები ხდება, ეს ვინც ახლები ხარ, შეიძლება ძალიან ნერვიულოთ, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იმისთვის, რომ შეგეძინათ ასეტები, თუ აქამდე დაინტერესებული იყავით, ახლა კიდევ უფრო დაინტერესებულები უნდა იყოთ, იმიტომ რომ მე ვიყიდე. ეგ ორდერები კიდევ განახეთ კიდევაც Instagram-ზე, ასევე ვედეცია საფულეში რო გავყიდე ვერცხლი, ეგეც დავდე Instagram-ზე, ჩემი ფიზიკური ინვესტიციებიც რომ გავყიდე, ეგეც დავდე Instagram-ზე, ანუ ორჯერ გავყიდე და მაგ გაყიდული ინვესტიციებით ახლა გაყიდული ასეთებით ახლა ვაკეთებ კიდე რეინვესტიციას და იმ თანხით უფრო მეტი ასეთი მომდის, ვიდრე აქამდე მქონდა, ხო, ანუ ეს ეკეთდება ფულ ინვესტიციებში, ზუსტად აკეთდება ფულ ინვესტიციებში და ზუსტად მანდუშვებს შენ შეცდომებს და მაგიტომ არის თუ რატო ვერ აკეთებ შენ ინვესტიციებით ფულს. აი ზუსტად ეხლა არის, რომ ეხლა ბაზარი რო ისე მაღლა წავიდეს და ესე ვთქვათ, გატვირთვოთ ისე all time high-ები, წარმოიდგინე რომ ჩემი დღევანდელი ინვესტიციებით
ისევ პლუს-მინუს 50% მოგებაში ვიქნება. დღეს რა ინვესტიციასაც გავაკეთებ, მით უმეტეს ვერცხლზე შეიძლება 1-2-3 თვეში ან თუნდაც ნახევარი წელი ავიღოთ, ან თუნდაც 1 წელი ავიღოთ, 50%-იან მოგებაში ვიქნები, რაც იქნება იდეალური. და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ მეგობრებო, დივერსიფიკაცია. ისეთი დივერსიფიცირებული საფულე მაქვს ხლა მე მაგალითად ვედეციაში, რომ როგორც არ უნდა გავაფასურდეს ვერცხლი, ან როგორც არ უნდა გავაფასურდეს კრიპტო, ჩემი საფულე რჩება მაინც ძალიან დიდ მოგებაში და ყველა ეს შემთხვევაში შეიძლება იყოს ბრიკ-ივენი და ესე ვთქვათ, სტაბილური. ამიტომ ეს არის ყველაზე მთავარი. თუ შენ ახლა ხარ მარტო ერთ ასეთში, უშვებ ძალიან დიდ შეცდომას. ეს შეცდომა ახლა ამ შეცდომას ახლა რა თქმა უნდა ვეღარ გამოვასწორებ, იმიტომ რომ კორექციებზე გაყიდვა არის უდიდესი სისულელე. მაგრამ მომავლისთვის გეცოდინება თუ რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა გააკეთო, ასევე მეგობრებო, მომავალი ვიდეო ვედეცია საფულეზე იქნება. ძალიან საინტერესო, მინდა რომ უყუროთ ყველამ, იმიტომ რომ ჩემ საინვესტიციო სტრატეგიას ვცვლი და იმიტომ ვამბობ, რომ მარტო დეცია, ანუ არ მიმაჩნია სწორად. დეცია არის ისეთი ხალხისთვის, ვინც მაგალითად, ვისაც მაგალითად აქვს ძალიან დიდი ბიზნესი, ძალიან კარგი ბიზნესი და უნდა თავის შემოსავალი რაღაც დაანაწილოს. ავიღოთ მაგალითად, რომ ან დიდი შემოსავალი ექიმი ხარ, ან რაღაცა ძალიან დიდი შემოსავალი გაქვს, ან ბიზნესმენი გაქვს თვეში 10, 15, 20,000 დოლარი გაქვს შემოსავალი, ვერ დახარჯავ $20,000, ხო, ლოგიკური არის, გაქვს სახლი, გაქვს ის, გაქვს ეს, აღარაფერი აღარ გინდა, ხო, ფული შემოდის და არ გინდა რომ ეს ფული უბრალოდ გქონდეს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცას გადაუხადო და შენთვის გააკეთოს, ან შენ თვითონ გააკეთო და უბრალოდ აირჩიო დეცია თვიურად. ავტომატურზე დააყენო, შენ რომ არ გადაირიცხო ყოველთვიურად, ავტომატურზე აყენო და ავტომატურად მიდის ფული შენი ბანკიდან, ხო? ანუ ეგეთი ხალხისთვის არის დეცია, მაგრამ შენ თუ ინვესტიციებისგან ფული გინდა გააკეთო და საშუალო საჯობო იმ 12% საჯობო იმ 8%-იან ზრდას აჯობო წლიურად და გააკეთო 20, 30, 25, 50% თუნდაც, მაგ შემთხვევაში უფრო აქტიურად უნდა იყო ამ ყველაფერში ჩართული და ეს დეცია შენთვის არ მგონია რომ იყოს, ან ყველა პიროვნებისთვის, ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა საინვესტიციო სტრატეგია არის მორგებული, ხო? ჩემთვის მაგალითად არის ძალიან აქტიური საინვესტიციო სტრატეგია. რასაც მე განახებთ რა თქმა უნდა ვედეციაზე, ამას ძალიან ბევრს არ ვილაპარაკებ, მომავალ ვიდეოში განახებთ, ამიტომ გისურვებთ მეგობრებო წარმატებულ კვირას. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, რათა არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეოები.